სამართალწარმოებას იმ მოქალაქეების სახელით, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე წყლის ჭაულში შერეული ნივთიერებების გამოყენების შედეგად დაზიანდნენ და შესაბამისი კომუნიკაციის მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურატურას. Როგორც ცნობილია, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დემონსტრაციების დასაშლელად გამოიყენა სხვადასხვა სპეციალური საშუალება, მათ შორის წყლის ჭავლი. გამოყენებული საშუალებების კანონიერებისა და პროპორციულობის შეფასებას მივყავართ დასკვნამდე, რომ ეს უტოლდება მათ შორის სისხლის სამართლებრივად დასჯად ქმედებებს. ამასთან დაკავშირებით გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ შემდეგი. ქიმიური გამაღიზიანებლების წყლის ჭაულში შერევის პრაქტიკა საქართველოში მკაფიოდ არ არის რეგულირებული. პოლიციის შესახებ კანონი და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინსტრუქციები არ შეიცავს ნორმებს, რომლებიც დაასაბუთებდა ასეთ გამოყენებას. მაშინ, როდესაც 2015 წლის ნომერ 1002 ბრძანების ძველი რედაქციიდან ამოღებულია წყლის ჭავლის, რეზინის ტყუებისა და ცხენოსადენი გაზის ერთდროული გამოყენების პირდაპირი აკრძალვა დამატებითი კანონიერების სტანდარტების გარეშე. ამ პირობებში ქიმიური გამაღიზიანებლებით თუ სხვა ტიპის ქიმიური ნივთიერებებით გაჯერებული წყლის ჭავლი ვერ ჩაითვლება კანონით განსაზღვრულ შეკრების მართვის საშუალებად და ეწინააღმდეგება როგორც ეროვნულ კანონმდებლობას, ისე კონვენციურ სტანდარტს, რომ ძალის გამოყენება უნდა იყოს კანონიერი, აუცილებელი და პროპორციული. საია არაერთხელ მიუთითებდა ჯანმრთელობის მძიმე და ხანგრძლივ შედეგებზე, რაზეც დემონსტრანტები საუბრობენ. ესენია კანის დამწვრობა, მხედველობის გაუარესება, სუნთქვის უკმარისობა, ნევროლოგიური და ალერგიული დარღვევები, სმენის პრობლემები, სახსრების ტკივილი და სხვა. მიუხედავად მრავალჯერადი მოწოდებებისა, ხელისუფლებამ 2025 წლის დეკემბრამდე არ გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენებოდა 2024 წლის აქციებზე. ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტრომ საიას მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას მანამდე პასუხი საერთოდ არ გასცა. 2025 წლის 10 დეკემბერს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა წერილით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს და მიუთითა, რომ წყლის ჭაულში ქიმიური გამაღიზიანებლების შერევა სერიოზულ კითხვებს აჩენს კანონიერების აუცილებლობისა და პროპორციულობის შესახებ და ეს საკითხი უნდა გახდეს 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ძალის გამოყენების გამოძიების ნაწილი. საიას შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიება ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების კონვენციურ სტანდარტს, რადგან ერთი და იგივე ორგანო პარალელურად იძიებს როგორც შესაძლო უფლებადარღვევას, სპეციალური საშუალებების უკანონო არაპროპორციულ გამოყენებას, ისე თავადვე აყენებს ამ უფლებადარღვევის არსებობას ეჭვის ქვეშ. ასეთ კონფიგურაციაში გამოძიება ძირს უთხრის როგორც ინსტიტუციურ, იერარქიულ, ისე პრაქტიკულ დამოუკიდებლობას. ამ ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს 7 დაზარალებულს, რომლებიც ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას უკავშირებენ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციებზე მათ წინააღმდეგ გამოყენებულ წყლის ჭავლს და სხვა სპეციალურ საშუალებებს. ჩვენ კომუნიკაციით გენერალურ პროკურატურას მივმართავთ და ვითხოვთ გამოძიების შესახებ სრულ ინფორმაციას, დაზარალებული პირების გამოკითხვების ჩატარებას, წყლის ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევის პრაქტიკის შეფასებას შესაძლო სისხლის სამართლებრივ დანაშაულებთან მიმართებით, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირებას და ასევე იმ 7 პირის დაზარალებულად ცნობას, რომელთა ინტერესებსაც ჩვენ წარმოვადგენთ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განაგრძობს ამ საკითხზე სამართლებრივ ადვოკატირებას როგორც საქართველოს შიგნით, ისე საერთაშორისო უფლებადაცვით პლატფორმებზე.